გამარჯობა, ბავშვებო. ყურადღებით მომისმინე, რადგან მათემატიკის დავალებაში უნდა გაგაცნოთ ამოცანა. თქვენ დააკვირდებით აი ამ ცხრილს. ზემოთ ნახეთ, სტრიქონში გვაქვს ხილის სამი ნაყინი, ჟოლოს, მარწყვის და ალუბლის სამი ცალი ნაყინი. მარცხნივ სვეტში გვაქვს ნაღების 4 ნაყინი, ვანილის, შოკოლადის, თხილის და შერეული. ახლა კი მოისმინე ამოცანის პირობა. ლელას 2 ნაყინის ყიდვა უნდა. ის ირჩევს ნაღების 1 ნაყინს და ხილის 1 ნაყინს. რამდენი შესაძლებლობა აქვს მას? მოდით ვცადოთ. ჟოლოს ხილის ნაყინის სვეტის შევსება. ანუ ჟოლოს 1 ხილის ნაყინი, ნაღების ვანილის ნაყინი. ჟოლოს ნაყინი, შოკოლადის ნაღების ნაყინი. ჟოლოს ნაყინი, თხილის ნაყინი. ჟოლოს ნაყინი და შერეული ნაღების ნაყინი. ანუ ჩვენ დავალაგეთ ისე რომ ლელა იყიდის 2 ნაყინს ჟოლოს, ანუ ხილის ნაყინი და ნაღების ნაყინის, ნახეთ 2 ცალ ნაყინს. ასევე იქნება, მოდით მარწყვის ხილის ნაყინის სვეტი შევავსოთ. ანუ მარწყვის 1 ნაყინი, ნაღების 1 ვანილის ნაყინი. მარწყვის 1 ხილის ნაყინი, შოკოლადის ნაღების 1 ნაყინი და ასე შემდეგ. აქაც უნდა გაგრძელდეს მარწყვის ნაყინი, თხილის ნაყინი, მარწყვის ნაყინი, შერეული ნაღების ნაყინი. ანუ შენი დავალებაა მსგავსი ცხრილი გადახაზო და შეავსე ყველა სტრიქონი ისე რომ დაალაგო მარწყვისა, ხილისა და ნაღების ნაყინები, ანუ 2 ცალი. 1 უნდა იყოს ხილის ნაყინი, მეორე უნდა იყოს ნაღების ნაყინი. გამოიყენე აი ესეთი მსგავსი ფერები.